საქართველოს ევროკავშირის გაფართოების დღის წესრიგში აღარ სათჩანს. ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან, თუმცა საქართველოს დღის წესრიგში არ ფიგურირებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დაგეგმილ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა და ევროკავშირის გაფართოების ლიდერი ქვეყნებიც დაასახელა, თუმცა არც ერთ კონტექსტში საქართველოს არ უხსენებია. მონტენეგრომ მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი დახურა და წევრმა სახელმწიფოებმა გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს. ალბანეთმა ასევე ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი შუალედური კრიტერიუმი და თავების დახურვა დაიწყო. უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მთელ კანონმდებლობაში. მიმდინარე კვირის ბოლოს ისლანდია გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას უყრის კენჭს. ასევე მსურს სხვა კანდიდატი ქვეყნები შეუერთდნენ ამ ლიდერთა ჯგუფს და მათ შეუძლიათ თუ ისინი გამოიჩენენ იმავე მონდომებას შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და ნდობა დაამყარონ ჩვენს ყველა წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა დღევანდელ სამყაროში ეს ნდობა ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე გაცილებით მეტს ეფუძნება. საქართველოს გაფართოების დღის წესრიგიდან იმის გამო ამოვარდა, რომ ომში ჩართვა არის სურვა. ასეთია ოცნების შეფასება. ისინი კვლავ მარტა კოსს ესხმიან თავს. მარტაკოსისთვის მე მგონი საქართველოს არ არსებობს ისე დაფრინავს აზერბაიჯანში თუ ყაზახეთში, რომ შეიძლება არც ხვდება რომ საქართველოს უნდა გადაუფრინოს. რომ მისგან მე არაფერი ჩემთვის გასაკვირი არ არის ამ ადამიანისგან. გავიზარდეთ, დაღვინდეთ და მე მგონი უკვე საზოგადოება გაიზარდა, დაღვინდა, დაბრძენდა, ანუ ჩვენ სიტყვების ნაცვლად შევხედავთ კონკრეტული რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ევროკავშირის მხრიდან, რომ გაფართოების პოლიტიკა არ არის მხოლოდ გაფართოების პოლიტიკა, ის დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე. შევხედოთ და ვნახოთ. მისი ბრალია, მარტაკოსის ბრალია, მარტაკოსის გარდა მე აქვს სხვას არავის ბრალს თუ შეიძლება ასე ვთქვას მე ვხედავ. ერთადერთი ჩვენი საქართველოს წვლილი ბრალი ჭყალებში ამ პროცესში არის ის, რომ საქართველოს არ გადაწყვიტა ომის ფერხულში ჩართვა. იმას, რომ საქართველოს საერთოდ აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი, ოპოზიციაში ოცნების პოლიტიკის შედეგს უწოდებენ და ამბობენ, რომ ვიდრე ოცნება ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი არ აქვს. მარტა კოსმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მთავარი ამოცანა არის და სექტემბერში მოხდება ამის უფრო დეტალურად გასაჯაროება, რომ ხელი შეუწყოს ერთის მხრივ, როგორც იმ ქვეყნებს, რომელსაც აქვთ სურვილი და მისწრაფება გახდნენ ევროკავშირის წევრები, ასევე თვითონ ევროკავშირსაც მოემზადონ შემდეგი ტალღის გაფართოებისთვის. სამწუხაროდ ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე რაც არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოში 2 წლის წინ ქართულმა ოცნების რეჟიმმა ივანიშვილის დავალებით და კობახიძის მოღალატეობრივი, ესე ვთქვათ, განცხადებებით ეს ინტეგრაცია გააჩერა. შესაბამისად, სანამ ქართული ოცნება იქნება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი არ აქვს. სამწუხაროდ დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს საერთოდ აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. იყო ცალკეული მომენტები გასულ წლებში, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი ჩავარდა გაგვაჩნდა, მაგრამ კვლავაც ფორმალურად ვიყავით გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. თუმცა დღეს დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც საქართველოს საერთოდ აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი და აღარ იმყოფება არც ერთ იმ მნიშვნელოვან მაგიდასთან, სადაც წყდება ამ რეგიონის მშვიდობის და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ბედი. ეს არის კოცური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და ამ პოლიტიკის გამოისობით საქართველოს კარგავს შანსებს, შესაძლებლობებს, ინვესტიციებს. ოქტომბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, გაფართოების პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. სწორედ ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეაფასებენ წევრი სახელმწიფოების მეთაურები კანდიდატი ქვეყნების პროგრესს და მიიღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების ახალი კლასტერების გახსნისა თუ ეტაპობრივი ინტეგრაციის ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შესახებ.